დავიწყოთ ქალბატონო რეჟისორო? რა უნდა დავიწყოთ? კასტინგი. რა კასტინგი? საერცხი ფხვნილის რეკლამისთვის ვეძებ გოგონას. რომელი ხარ შენ? მე თქვენი ასისტენტი ვარ. ანა ნოზაძე. მე ანა ნოზაძე რო ხარ შვილო. ტექსტი წაიკითხი აქ რა მიწერია? ჰა? წაიკითხე? რას მაღებინებენ საერთოდ, იცი? მე როცა დიდებული რეკლამები მაქვს გადაღებული. დიახ. დიდებული. იცით, მე მეკითხებით ამას თუ გიჩიდი? შენ არავინ არ აქვს არ გეკითხება. ტუტუცი ეს. რიტორიკული კითხვაა უბრალოდ რო იცოდე. რიტორიკული ვერ მივხვდი. ვერც მიხვდები. მიდი ერთი გადაიკითხე ეს ერთი გადაიკითხე ტექსტი გაიგებ რამე საერთოდ მომინდომეს არაფრისგან რაღაცის გადაღება. მე ამ მაისურით ჩემი ქმარი სანადიროდ იყო წასული. ხო, მე ერთკვირიანი ნადირობის შემდეგ, როდესაც სახლში ბრუნდებოდა უღრან ტყეში, თავს დათვი დაესხა. დათვი მე ტყვიები უკვე აღარ ჰქონდა, ხელთ მოუწია ბრძოლა, როდესაც დათვი დაამარცხა და ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასრულდა, ამ დროს არსაიდან გლების ხროვა გამოვიდა. მე გლების ხროვა, რას მაძლევს გლების ხროვა? დანახვისას გლებში ნამდვილმა მხეცებმა გაიღვიძა და ერთად შეუტიეს ჩემს მეუღლეს. მეუღლე, მე და ნახეთ შედეგი, მაისური როგორ ქათქათებს, ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელთ რეცხვისთვისაც. ანა ნოზაძე, მე რა უნდა ვქნა ეხლა? მე მეკითხებით ამ. კარგი გოგო, ნუ დამაწყვიტე ნერვები რა. კარგი, მიდი ჯანდაბას, აღარ მინდა ამდენი ქალბატონო დავიწყოთ. მოიყვანე ვინც არიან. მოგწანდით. გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობათ არა. გამარჯობა. ნახვამდის შემდეგი თუ შეიძლება. შემდეგი. გამარჯობა. გამარჯობა შვილო. მოდი პირდაპირ გეტყვი დედიკო, რა ჩემი აზრით თქვენ ვერ შეძლებთ რეკლამაში მონაწილეობას. ვაი მე რატო? იმიტომ რომ ძალიან გამხდარი ხარ შვილო. ჩვენ ვიღებთ 16 კილოიანი სარეცხის ფხვნილის რეკლამას და 10 წუთის მანძილზე, დედიკო, ეს 16 კილო უნდა გეჭიროთ ხელში. ნახვამდის. იცით, შევეცდები, რომ შევეცდები ყველანაირად. შევეცდებიო, კარგი გოგოა. მე რა კარგი გოგოა. გაიგე, შევეცდებიო. თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონოა? მე მართლა რა კარგი, აი მონდომებული რა. მიდი დედიკო ეხლა გაცუნცულდი იქით პირდაპირ მარცხნივ და დაგემშვიდობებით ნახვამდის კარგად იყავით. შემდეგს დაუძახეთ რა თუ შეიძლება. იცით, აი კარიერულადაც მჭირდება და ფინანსურადაც და იქ რამენაირად. შვილო, მომისმინე ეხლა ერთი წუთი. კი გადაგიღებთ დედიკო, მაგრამ ფული აქეთ გექნებათ შემოსატანი. რატო? რატო შვილო და შენ ახლა განათება რო დაგარტყამს. ისეთი გამხდარი ხარ რენტგენზე რო გაგიშვებ შვილო, MRT ჯდება მინიმუმ 400 ლარი. 300 ლარს გიხდის კომპანია, ანუ შესაბამისად 100 ლარი გექნებათ შემოსატანი. დიახ. თანახმა ვარ. აი კარიერულად მაინც ხო წინ წავიწევა რა. ვახ, რა გავაკეთო. კარგი, აბა მიდი, წამოდი. წამოდი. გაყევი გოგო, რას მიზიხარ? წამოდი, აბა უფრო მეტად კარგია, უფრო მეტი ემოცია. უფრო მარჯვნივ მოტრიალდი, დამაჯერებლად მარჯვნივ აქეთა, მარჯვნივ არ იცის მარჯვენა. მარჯვენა არ იცის, როგორ იქით მარჯვნივ პირდაპირ ჩასაბარნია ცოტა ფრთხილად ჩავარდი რამე არ იტკინო, მარცხნივ ნახვამდის დაგემშვიდობებით რა. ღმერთო რა. რა გინდა მადრასად გახარ? შემდეგს დავუძახ. შემდეგი. გადავხაზე. ვინახალო ცენაო, გოგო, ვინახალო. რა ქვიო? ანა. ვაი, შენ გენაჩვალეო, ანა, ბანა, ვანაო, რა კარგი სახეიო, ვანაო. დიდა როგორი ბუთქუჩა თეთრი ფეხები აქვსო. რამდენი წლის ახარო შენ ანაო? 28. 20. ვაი, სინგინაჩვალეო, შენაო 28-ო. ხო და მიბრძანდიო აქედანო, ანაო, მომინდომა 28 წლის ასაკში კასტინგი. გაიყვანეთ აქედან გაათრიეთ. შემდეგი. გადავხაზე ესეც.
ერთი წუთით რა. გოგონა, სანამ საერთოდ დაილაპარაკებთ, ხმას ამოიღებთ და რამეზე პრეტენზიას გამოთქვათ დედიკო, წინასწარ გეუბნებით, რომ არ აგიყვანთ, გამორიცხულია. ეხლა რაზეც გინდა ილაპარაკე. რატო? იმიტომ რომ იმან მომიშალა წინა გამომსვლელმა ნერვები, შვილო, შენს მომიშვი ნერვებს და ვიღაცაზე ჯამი ხოლმე ვიყარო არა? ქალბატონო, მე მგონი კარგი მეტყველება უნდა გქონდეს. კი შედი გოგო. ვაცადოთ. ხო, აბა თქვი ქათქათებს. 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 შენ გასაგები არჩეული ხართ. აუ, რა მაგარია, მადლობა. ძალიან მაგარია. ჩვენთან არა შვილო. სხვა ნებისმიერ მაღაზიაში გამყიდულად. კარგად გაგდები. არა, იცით, ერთი სიტყვით შეიძლება ჩემი თავი ვერ წარმოვაჩინე და რამე წინადადება რომ მოთქმევინოთ. სასწაული რა. რა შეიძლება რომ ვკითხოთ? კარგი, მოდი ესეთი რაღაც ვქნათ. მაგალითად, ვთქვათ ესეთი წინადადება. ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელით რეცხვისთვის. ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელით რეცხვისთვის. არა, სტოპ, რა გონიათ ახლა ეს რომ დამაჯერებელია და მჯერა? ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელით რეცხვისთვის. ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელით რეცხვისთვის. არა, უფრო მეტად, შვილო, უფრო მეტად. ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელით. ჩვენი ფხვნილი იდეალურია. არა, მეტი, უფრო მეტი მინდა, შვილო. ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელით. არ ვარგა, ჩვენი ფხვნილი იდეალურია ხელით. არ ვარგა, დედიკო, თქვენ რო პროფესიონალი იყოთ, ახლა ხელები გეკრებოდა, აი ესე დამჭკნარი, მაჩვენეთ, აბა გააქვთ დამჭკნარი ხელები, გააქვთ დამბალი, არა გაქვთ, ამიტომ ნახვამდის კარგად იყავით, არ ვარგა, გაათრიეთ აქედან. გაათრიეთ. სასწაული რა. როგორ არჩიე გოგო ესერი, ვინ არიან? შემდეგი შემოვიდეს. გამარჯობა. გამარჯობა. აბა გისმენთ. ამ მაისურით ჩემი ქმარი სანადიროდ იყო წასული. აი მე ერთი წუთით რა, მთლიანი ფრაზა არ მინდა შვილო, ბოლო ფრაზა ავიღოთ. ეს ფხვნილი იდეალურია ხელით რეცხვისთვის. გაჩერდი გოგო, მომძრაყური, ვინ არის საიდან მოიყვანეს? ქალბატონო, ეს არის დირექტორის შვილი, ვინც ეს რეკლამა დაგვიკვეთა. ანა, ეს რომელი თემურის მესამე შვილია თუ? მესამე შვილი. როგორი კარგი გაწმომწონს. ზანი. ანა, გარწყლებული ხარო ეს. გენაცვალე. არა, მე როგორ მომაძრო ყურით, ეხლა მაყურებელს რას უზავს ხო? ანა, დაამახსოვრდება, არა? და როგორ ისეთი სპეციფიური ხმა აქვს, არა? გენაცვალე, რა კარგი გოგო ხარ შენ. აბა მოდი, დედიკო, კიდე გავიმეოროთ თავიდან ეს ფრაზა. ეს ფხვნილი იდეალურია ხელით რეცხვისთვის. ვაიმე, ძალიან კაი გოგო ხარ დედიკო. ძალიან კაი მეტყველება გაქვს. გადასული ხარ, აყვანილი ხარ. ძალიან დიდი